სოციალური ქსელის გამარჯვებულები, ჰერეთიდან ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა, რომელსაც ალბათ მოვისმენთ. მოვისმენთ გადაცემის დასასრულს. კახის რაიონიდან როგორც მოგახსენეთ 17 და 18 თებერვალს გაიმართა 2 დღე ზედიზედ. ჟიურის გადაწყვეტილებით მინდა მოვასწრო. ნომინაცია ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უცხოეთში მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედ ჰერეთის ფოლკლორულ ანსამბლ ჰერულას ვასილ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით. გვინდა რომ მოვასწროთ ჰერულას ეთერში გასვლა, მანამდე მე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ქალბატონი თამარ გამილაღდიშვილი და ჟიურის წევრები მაია მიქაბერიძე და დათო ცინცაძე, რომელიც გახლავთ ჩავნაბადას ხელმძღვანელი და ქალბატონ მაია საგალობელის ხელმძღვანელი. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით რადიო 1-ში დაგუწყოთ. ჩვენ ახლა შევთავაზებთ ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს ჰერულას მიერ შესრულებულ სიმღერას მრავალჟამიერ, ხო, როგორც ჩემთვის ცნობილია, მრავალჟამიერი გავიდა ნომინაციაში. დიდი მადლობა. მიგრაციის მარშრუტები.